გამარჯობა. ეთერშია ტოპ 5 და ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ფინანსებთან დაკავშირებული კურიოზული ისტორიების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ზოგისთვის ბედნიერად, ხოლო ზოგისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ დასრულდა. ამერიკაში არსებობს ტრადიცია, როდესაც ოჯახებს თავისი ძველი ნივთები სახლის ეზოში გამოაქვთ გასაყიდად. სწორედ ამ მიზნით გამოფინა კალიფორნიაში მაცხოვრებელმა ქალბატონმა დორი როუდსმა თავისი საოჯახო ნივთები თავისივე ეზოში. მათ შორის იყო ერთი ძველი ტყავის ქურთუკი, რომელიც ერთ-ერთმა უცნობმა გამნელმა პირმა $20 შეიძინა და წავიდა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაახსენდა ჩვენს გმირს, რომ თავისი $1500 ბეჭედი და $18,000 ბრილიანტის საყურე სწორედ იმ ძველი ქურთუკის ჯიბეში ჰქონდა გადამალული ქურდებისგან დასაცავად. ასე დაკარგა დორიმ $20,000-მდე ძვირფასეულობის $20 სანაცვლოდ. სამაგიეროდ ჩვენი გადაცემის მეხუთე ადგილი დაიკავა. 56 წლის მიჩიგანელმა პენსიონერმა და აზარტული თამაშების დიდმა მოყვარულმა რონალდ პეიჯმა ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩინა, რომ თავისი ბანკის ბანკომატიდან ულიმიტოდ შეეძლო ფულის გამოტანა. ეს რა თქმა უნდა ბანკის ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც მხოლოდ 14 დღის შემდეგ შეამჩნიეს და გამოასწორეს. მაგრამ მანამდე რონალდმა $1,500,000-ზე მეტი გამოტანა და მისი ადგილობრივ კაზინოებში განიავება მოასწრო. ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ ბანკის ფულის მითვისებისთვის ის დააპატიმრეს და სასამართლო გადაწყვეტილებით მისი $2,000 პენსიიდან ახლა უკვე ბანკი ჩამოაჭრეს ყოველთვიურად გარკვეულ თანხა, სანამ ის $1,000,000 ბოლომდე არ ანაზღაურდება. ამასთან ერთად მან 15 თვე საპატიმროში გაატარა და ჩვენი ხუთეულის მეოთხე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე გავიდა ისტორია, რომელიც 2011 წელს არკანზასის შტატში განვითარდა. შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ თუ რა მოხდა. ერთმა ქალბატონმა მარკეტში შეიძინა ლოტარიის ბილეთი და შევსებული ნომრები სპეციალურ სკანერში შეამოწმა. სკანერმა შეცდომით წაგება დააფიქსირა და ქალბატონმა წეს ბილეთი ნაგვის ურნაში მოისროლა. ცოტა ხანში გადაგდებული ბილეთი მარკეტში შემოსულმა მეორე ქალბატონმა შეამჩნია, ამოიღო და ხელმეორად შეამოწმა. როგორც აღმოჩნდა, ამ ბილეთს $1,000,000 ჰქონდა მოგებული. პოვნელმა ის ლოტარიის ოფისში წაიღო, მოგება გაანარდა და ფულის ხარჯვას შეუდგა. თუმცა მალევე მას სასამართლოში მარკეტის მენეჯერმა უჩივლა. მისი თქმით, ურნაზე, რომლიდანაც მეორე ქალბატონმა ბილეთი ამოიღო, გარკვევით ეწერა, რომ შიგჩაგდებული ნივთების ამოღება არ შეიძლებოდა. ამიტომ გადაგდებული ბილეთი მარკეტის საკუთრება იყო. გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ყველაფერს ბილეთის თავდაპირველმა მყიდველმა მოკრაყური და სასამართლო დავაში თავადაც ჩაერთო. საბოლოოდ, გრძელვადიანი გარჩევების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოგება სამ ნაწილად გაიყოფნენ. თუ ვის რამდენი შეხვდა ამ ფულიდან, საიდუმლო დარჩა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან გერმანიაში გადავინოცლოთ. ჩვენი მეორე ადგილის მფლობელი გერმანული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც ერთ-ერთ ანგარიშზე €62 უნდა გადაერიცხა. ამის მაგივრად კი მან ბანკი სერიოზული კატასტროფის წინაშე დააყენა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. როგორც გაერკვა, ბანკის თანამშრომელი ამ კონკრეტული დავალების შესრულების დროს იმდენად დაღლილი იყო, რომ კლავიატურასთან რამოდენიმე წამით ჩაეძინა და თითი ორიანის ღილაკზე დარჩა დაჭერილი. შედეგად კი €62 მაგივრად მან $222,222 გადარიცხა. საბედნიეროდ ეს შეცდომა ბანკმა მალევე გამოასწორა და ფული უკან დაიბრუნა. რაც თავარია ჩვენს გმირსაც აპატიას უყურადღებობა და დასასვენებლად რამდენიმე დღიან შვებულებაში გაუშვეს. მაშინ, როდესაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში ბილ გეიტსი, კარლოს სლიმი, ვორენ ბაფეტი და სხვები ერთმანეთს პიროლობისთვის ეჯიბრებოდნენ, ყოველთვის მოულოდნელად პენსილვანიის შტატში მაცხოვრებელი კრის რეინოლდსი ამ სიის სათავეში მოექცა. თანაც არა რამდენიმე ათეული მილიარდით, არამედ უთვალავი დოლარით. ნუ დაახლოებით უთვალავით. უფრო ზუსტად კი $92 კვადრილიონი. ვისაც არ ახსოვს დიდი რიცხვების სახელწოდებები, შეგახსენებთ, რომ ჯერ არის მილიონი, შემდეგ მილიარდი, შემდეგ ტრილიონი და ამის შემდეგ მოდის უკვე კვადრილიონი. ჩვენს გმირს კი ეს კვადრილიონი 92 ცალი ჰქონდა, ანუ 92 კვადრილიონი. მოკლედ ყველაფერი ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal-ის დამსახურებით მოხდა. როდესაც კომპიუტერულ სისტემაში მომხდარი ხარვეზის გამო ერთ-ერთი მომხმარებლის კრის რეინოლდსის ანგარიშზე ზემოთხსენებული თანხა ჩაერიცხა. სანამ კრისი თავის ანგარიშს გაუგნებული უყურებდა, PayPal-მა ეს თანხა უკან გადმორიცხა. ამ ყველაფრის შემდეგ მომხდარი გაუგებრობის გამო კომპანიამ ჩვენს გმირს უბრალოდ მოუბოდიშა და მცირედი საჩუქარი გადასცა. დღევანდელი ტოპ 5 დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.